ჩემთან ერთად სტუდიაშია ქეთი ცოტნიაშვილი, უმაღლესი განათლების ექსპერტი და მასთან ერთად გავაანალიზებთ დღეს არსებულ განათლების პოლიტიკას. ქეთი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ქეთი, არსებითად არაფერი იცვლება, ეგ არის გადაწყვეტილებით, რომ მის რეესტრში არ ვართ, ენქას გადაწყვეტილებით, რომ წევრობას ვინარჩუნებთ, ოღონდ რაღაც გარკვეული დაკვირვების რეჟიმში ვართ, ესე ვთქვათ და ენქა გვაძლევს იმის შესაძლებლობას ამ ეტაპზე, რომ კიდევ იქნებ გამოსწორდეს ის პრობლემები, რომლებიც მათ აღმოაჩინეს და რომლებმაც საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, ეგ არის წევრობა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე დაგვეკარგვინა, ხო? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ორგანიზაციის წევრობა და მათი რეესტრიდან ამოღებაც და ასევე ასოციაციის წევრობაში უკვე კითხვის ნიშნების შეტანა და დაკვირვების ქვეშ სტატუსის მიღებაც, აი ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ ეს პირველ რიგში არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცისთვის, რასაც შეიძლება დღეს ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს აუცილებლად გამოჩნდება და აისახება შემდეგ პარტნიორობებში, თან თუ დამატებით გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ კონტექსტს და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც დღეს აქვს მმართველ პარტიას. ასევე ხშირად კითხვები ისმევა იმასთან დაკავშირებით, ეს არის აღიარებასთან დაკავშირებული თუ ეს არ არის აღიარებასთან დაკავშირებული. ეგ არის წევრობა, პირდაპირ და ცალსახად არის დაკავშირებული აღიარების პროცესის გამარტივებასთან. ეს ასახული არის როგორც ეგ არის ვებგვერდზე, ეს ასახული არის ასევე განათლების ხარისხის ცენტრის ვებგვერდზე, როდესაც მათ მიიღეს ეგ არის წევრობა და წერდნენ, რომ ეს გაამარტივებს აღიარების პროცესს. ანუ რეალურად ახლა ეს პროცესი იქნება უფრო რთული, მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ეს რას გულისხმობს? ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში კურსდამთავრებულს, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, სჭირდება განათლების მიღების გაგრძელება ან მუშაობა ევროპის ქვეყნებში, მან უნდა მიმართოს იქაურ სააგენტოებს, რომლებმაც უნდა უღიარონ აქ მიღებული კვალიფიკაცია. ისინი უყურებენ, რამდენად სანდოა ის ხარისხი, რომელიც ამ ქვეყანაში მიიღწევა და ეგ არის წევრობა, არის სწორედ აი ამ ხარისხის სანდოობის მაჩვენებელი და შესაბამისად, როდესაც ქვეყანა არ არის ეგ არის წევრი, ეს ნიშნავს, რომ დამატებით უნდა გადაამოწმონ ის პროგრამა, რომელიც გაიარეს, შესაძლებელია მოითხოვონ ის სილაბუსებიც, რომლებიც გაიარეს და ამის შემდეგ ეს არ არის თან მარტო ის, რომ ვთქვათ, პროცედურულად იქნება ხანგრძლივი პროცესი, ის რომ ქვეყანა აღარ არის ეგ არის და ენქას წევრი და ის რომ ქვეყანა არ ღვევს იმ სტანდარტებს, რომელიც მოითხოვება, ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნითაც გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემა ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ ხარისხის შეფასება აღარ არის ობიექტური და გამჭვირვალე. ენქას წევრობაზე აკეთებს აქცენტს თამარ სანიკიძეც, თქვენ ჩემთან ერთად უსმენდით ინტერვიუს ამ მონაკვეთს და ამბობს იმას, რომ რადგან წევრობა სრულფასოვანი სახით შეგვინარჩუნდა ამ ეტაპზე, აი ამ გადამოწმების პროცესში, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად არაფერი იცვლება, თქვათ, აი ამ რეპუტაციული ზიანის მიღმა საქართველოსთვის. მნიშვნელოვნად იცვლება და ასევე განსხვავება, რომ დავინახოთ ეკარსა და ენქას შორის, განსხვავება არის ის, რომ ეგ არის წევრობა არის პირდაპირ ისევ ამბობ აღიარებასთან და ხარისხის სისტემის სანდოობასთან დაკავშირებული საკითხი. ენქა არის შედარებით უფრო ესეთი ასოციაცია, რომელიც სააგენტოებს შორის ინფორმაციის პრაქტიკის გაცვლას უწყობს ხელს და ასევე ენქა არის ორგანიზაცია, რომლის ექსპერტებიც აფასებენ სხვადასხვა ქვეყანაში სააგენტოებს და ეგ არის სწორედ ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და ენქაც. ისე რომ ჯერ ისევ ჩვენ ეს წევრობა დაგვიტოვეს, ეს გამომდინარეობს ისევ ენქას უფრო რბილი მიდგომიდან, რომ ეს ქვეყნები არიან ამ ასოციაციის წევრები და მათი მიზანი არის, რომ ერთმანეთს მხარი დაუჭირონ და შესაბამისად აძლევენ, ანუ დასკვნაში აღწერილი და ნათლად არის ნათქვამი, რომ ხარისხის ცენტრი ვერ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ის დარჩეს ამ ორგანიზაციების წევრი, თუმცა აძლევს 2 წლის ვადას იმისთვის, რომ კიდევ მისცეს შანსი
რომ თავისი ეს პრაქტიკა გამოასწოროს. თუმცა უნდა შევხედოთ დღეს რამდენად რეალურია ის, რომ ეს პრაქტიკა გამოსწორდეს და არაერთ ინტერვიუში, მანამდე ხარისხის ცენტრის განცხადებებშიც, გუშინდელ მინისტრის ინტერვიუშიც ნათქვამი იყო ის, რომ ეს ხარვეზები არის უკვე გამოსწორებული და ამას მოყვებოდა ის განცხადებაც, რომ თითქოს გაასაჩივრებდნენ და აი ამ გამოსწორებული პრაქტიკიდან გამომდინარე ეს პრობლემა მოიხსნებოდა. და მერე საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც შეაფასეს 2023 წელს და 24 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, ამის შემდეგ რაც ცვლილებებიც განხორციელდა, ისინი თითქოს მხედველობაში აღარ მიუღიათ. თუმცა ძალიან ვრცელი დოკუმენტია ECHAR-ის გადაწყვეტილების, რომელსაც თან ევმის სრული მიმოწერა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და მათ გამოითხოვეს დეტალურად ნოემბერში, 2029 წლის ნოემბერში, დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო რეალურად გამოსწორებული, რა იყო რეალურად შეცვლილი და ასევე გამოითხოვეს მაჩვენებლები, მაგალითად, როგორც ცვლის ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოები ექსპერტების შეფასებებს, რამდენია ესეთი შემთხვევა, ხო? ასევე პრობლემურად იყო მითითებული ის, რომ სწორედ აი ამ პერიოდში ძალიან ბევრმა ხარისხის ცენტრის თანამშრომელმა და მათ შორის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან საერთოდ სამსახური დატოვა. და აქაც ეს მანიშნებელი იყო ისევ აი ამ პოლიტიკური ზეწოლის, იმიტომ რომ ისიც გვახსოვს, რომ ხარისხის ცენტრი იყო ერთ-ერთი, ვინც გაავრცელა რუსული კანონის პერიოდში განცხადება აი ამის გასაპროტესტებლად. და ამის შემდეგ ესეთი ამ სამსახურიდან ბევრმა დატოვა თავისი პოზიცია. ასევე მითითებული იყო ისიც, რომ ექსპერტები ტოვებენ და აღარ თანამშრომლობენ განათლების ხარისხის ცენტრთან და ესეც იქიდან გამომდინარეობს, რომ ისე აი ეს ავტორიზაციის და ავტორიზაციის საბჭოების დროს ექსპერტები ხვდებიან, რომ ის დასკვნები, რაც მათ იმუშავეს, დაწერეს, აღარ არის გათვალისწინებული და სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება. და დღეს ასევე ხარისხის ცენტრი, როდესაც თქვათ ამ დასკვნებში საუბარი არის დამოუკიდებლობის საკითხზე და გადაწყვეტილების მიღების არათანმიმდევრულობაზე, თუმცა თუ საფუძვლიანად დღეს შეფასდება განათლების ხარისხის ცენტრი, გაცილებით უფრო მეტ სტანდარტში აქვს რეალურად პრობლემა, მაგალითად ისევ ექსპერტების კომპეტენციის საკითხში, იმიტომ რომ ის ექსპერტები, რომლებიც კვლავ რჩებიან ხარისხის ცენტრის შემადგენლობაში ან ახალ ექსპერტებს იყვანენ, მათი კვალიფიკაცია საკმაოდ ისეთია ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ბევრს ქონია ჩვენ თვითონაც შემთხვევა, რომ ეს კვალიფიკაციის პრობლემა არსებობს. და ასევე პრობლემა არის ის, რომ მაგალითად, როდესაც ხარისხის ცენტრი აცხადებს ახალი ექსპერტების მიღების კონკურსს, მაგალითად, პროგრამების შესაფასებლად შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან ის ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ დოქტორის ხარისხი. და ესეც არის ასევე აცდენა. კი, რუსული კანონი ახსენეთ თქვენ ახალი სახით თუ არ ვიცი, ჩაიშალა ხო ეს კანონი ფარა გრანტების შესახებ და ასე შემდეგ. აი ამ ტიპის რეპრესიული კანონები ვთქვათ, პირველი რას უშლის ხელს და მეორე რომ ასევე არის თუ არა ეს ვთქვათ იმ კონტექსტის ნაწილი, რომელშიც ECHAR-ი ალბათ აფასებს ჯამში, ესე ვთქვათ, რამდენად დამოუკიდებელია თუ არ არის დამოუკიდებელი თუნდაც ხარისხის ცენტრი. ეს კანონები პირდაპირ კავშირში ECHAR-ის გადაწყვეტილებასთან არ არის. ECHAR-ის და ENCA-ს გადაწყვეტილებასთან პირდაპირ კავშირში არის თვითონ უშუალოდ სისტემაში არსებული პრობლემები და რომელზეც იძახიან, რომ გამოსწორდა და ეს არის ყველაზე უფრო ესე იგი ოპტიმიზმის მომკვლელი განცხადება, იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ ეს არ გამოსწორებულა. მაგალითად, პრობლემა არის ისევ ის, რომ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ისევ განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორს და განათლების ხარისხის ცენტრს დიდი ხანია დირექტორი არ ყოლია და მოვალეობას ასრულებს მოადგილე, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება იმას, თუ რას ეთყვია სამინისტროდან. ასევე პრობლემა არის ის, რომ საბჭოებსაც ისევ ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი და ეს შერჩევაც როგორც ხდება და ვინც ხვდებიან საბჭოებში, მაგალითად უნივერსიტეტების რექტორები, ხარისხის სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი, იმიტომ რომ აქ ხშირად არიან ხოლმე ასევე კერძო უნივერსიტეტის რექტორები, რაც ასევე აი ამ კერძო ინტერესების გატარებას უწყობს ხელს და ესეც არის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით გავლენა, ხო, ეს დამოუკიდებლობა და გავლენა არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკურ გავლენას, ეს გულისხმობს, რომ მთლიანობაში ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ობიექტური და დამოუკიდებელი. ძალიან დიდი მადლობა, ქეთი უგრმესი მადლობა სტუმრობისთვის. ქეთი ცოტნიაშვილი, უმაღლესი განათლების ექსპერტი იყო, საქმიანი დილას ანალიტიკას სტუმარი.